აბა მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო. დღევანდელ ბედნიერ ლამას გაზაფხულის დღით ნახოთ, როგორი ენერგიებია დღეს ჩვენ ყველასთვის. აჯარო გაშლა ენერგიები ყველასთვის, როგორია დღეს, რას გვეტყვიან ჩვენი ლამაზი კარტები. პოზიტიური ენერგიები შემოდის. რაღაცას ვაკეთებთ, რაღაცას საქმიანობთ, აგერ ცეცხლის ტიქია, ნახეთ როგორი რაღაც არის, ბალანსი უნდა დავიცვათ მაინც, ანუ დღევანდელ დღეს მიგვანიშნებენ, რომ მაინც ბალანსია საჭირო და სამომავლოდ დაგეგმეთ, ანუ ეხლა აი ვთქვათ რაღაცას, ხო? საფუძველი ჩაუყარეთ. რაღაცას რაც გქონდათ გაკეთებული და ვთქვათ, ბოლომდე ვერ ასრულებდით, დაასრულეთ. შეუდექით მომავალ საქმიანობას, აი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ეს ყველაფერი დააბალანსეთ და სამომავლოდ რაღაც გეგმები დაისახეთ, ხო? და აბა რას გვეტყვიან დღეს ჩვენი კარტები? რა რჩევას მოგწამენ დღეს, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, რა რჩევა იქნება? მზრუნველობა იზრუნეთ როგორც საკუთარ თავზე, ასევე გარშემო მყოფებზე, ვინც გყავთ, ოჯახის წევრებზე, რა ვიცი, ვინც გიყვართ. ამოდის ძალიან ისეთი ენერგიული კარტი მთლიანობაში, ხო? არც ქალია, არც კაცია. ამ შემთხვევაში ენერგიაზეა საუბარი, ხო? სქესი არა აქვს ენერგიას. ამოდის აღდგენა, ანუ ვარსკვლავი რას ნიშნავს? წყლის სტიქია, გამოჯამრთელება, სასიცოცხლო ენერგიების, ასე ვთქვათ, ამაღლება, გაწმენდვა წყლით, ხო? ძალიან კაი პროცედურაა, პრაქტიკა. ანუ თქვენ თავზე უნდა იფიქროთ ძირითადად. ახალს რას გავიგებთ კარტს? აუ. ვიღაცას დასჯიან, ვიღაცას გაასამართლებენ. უტყობა კოლექტიური საინფორმაციო ველი ირთვება. ანუ გავიგებთ ამბავს მამაკაცზე, რომელიც ჩვენი წარსულიდან მოდის, რაღაცა კამათი იყო, რაღაც საუბარი იყო, არასწორი იყო ჩვენთან მიმართებაში და თითქოს ჩვენს გვადანაშაულებს, ანუ არაფრით არ უნდა აღიაროს, რომ არის დამნაშავე, მაგრამ ჩვენ ამის გამო გული გვაქვს დაწყვეტილი თითქოს და მოხდა ტრანსფორმაცია ჩვენში ამ სიტუაციის ქმედების გამო, გამომდინარე ამ მამაკაციდან ამოდის ეს საყვარლების კარტი, რაც ნიშნავს არჩევანის წინაშე ვდგებით, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს გრძნობა და ორმხრივია, მაგრამ აღიარება არ უნდა. დაელოდეთ სამ პერიოდს, 3 დღე, ყველაზე აქტუალური. შეიძლება ითქვას, ხა 3 კვირა და 3 თვე ძალიან ბევრია. 3 დღე, 3 დღის შემდეგ ეს ადამიანი გამოჩნდება, ვისაც ელოდებით, შემოგთავაზებთ ისევე, ანუ თავიდან დაწყებას, სიტუაციის გარკვევას, ოღონდ უკვე იმით კი არა, რომ ანუ გაგასამართლოთ ან რაღაც საყვედურებ გითხრათ, არა, ანუ მოდი დავიწყოთ თავიდან, შევრიგდეთ, დავივიწყოთ აი ეს რაღაც, ხო, რაც თქვათ ჩვენ შორის იყო. და რა ვიცი, ეს თქვენზე არის უკვე დამოკიდებული დიდად, ეხლა რომ გითხრათ, რომ რაღაც შეიცვლება, არა, თვითონ ეს პიროვნება ისევ დგას მდგრად, როგორც არის, იმ თავისი სტერეოტიპებით, თავისი შეხედულებებით, მაგრამ ჩვენ გვექნება არჩევანის წინაშე დავდგებით და უკვე ჩვენი გადასაწყვეტი იქნება ამ ტვირთს, ამ სიტუაციას ვზიდავთ თუ არა, ანუ მოვითმენთ თუ არ მოვითმენთ. აი რაღაც ესეთი კარტებია რა. აი ნახეთ, საბოლოოდ არჩევანის წინაშე, ანუ სამუშაო გვაქვს ჩვენ თავზე, როგორც ჩანს. ლამაზი კარტებია და მინდა რომ თქვენც დაინახოთ. სამუშაო გვაქვს ჩვენ თავზე, თვითონ ეს მამაკაცი ჩანს, აგერ აქტიურად, აუცილებლად იქნება ტრანსფორმაცია, ანუ გამოსვლა მისი
აი ესეთი ვითარებიდან რომ რაღაცას გადანაშაულებდათ, რაღაცას იძახდა რომ ეს არ არის, ეს ისე ან ნახეთ ეს კარტი როგორ მორბის. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს არის ტვირთი, რომელსაც ვზიდავთ ჩვენ და თვითონ პროგნოზირება ასეთია. ანუ ჩვენზე იქნება დამოკიდებული რამდენად გვენდომება, იმიტომ რომ არჩევანის წინაშე დავდგებით, თუმცა ბევრი საქმეები გვაქვს, ბევრი რაღაცები გვაქვს გასაკეთებელი, აგერ გვაძლევს სამყაროს შანსს. ეს არის ის, რომ როგორც ჩვენ კარიერულად, ხო, თუ მუშაობთ, თუ რაღაცას აკეთებთ, ასევე გარდა იმისა, რაღაც კიდე საქმეები გაქვთ, რაც გიყვართ, გაიხსენეთ, აბა რა გიყვართ. რით დაიკავებდით თავს, ანუ ეს საშუალება, ეს შესაძლებლობები მოგეცემათ, რომ გადაერთოთ საქმიანობაში და ცოტა ხანი აი ამ ადამიანზე, აი ესე მწვავეთ არ იფიქროთ, გესმით? აი ეს ტრანსფორმაცია არის, მაგრამ დიდად რო გითხრათ, რომ რაღაც ცვლილება იქნება ჯერჯერობით არა, ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. კარტი არის პროგნოზირება, ის გვეუბნება რა შეიძლება, რა შესაძლებლობა მოდის, რა შეიძლება რომ მოხდეს, როგორ შეიძლება რომ განვითარდეს, მაგრამ ყველაფერს გეგმავთ ჩვენ, მოქმედება არის ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენ თუ ვიჯდებით, არაფერს არ გავაკეთებთ, ანუ აი რა შეიცვლება, ხო? ასევე გვაძლევს აგერ კარტი კარნახს ამ შემთხვევაშიც, რომ თქვენ ინტუიციას, თქვენ გულს უნდა მოусმინოთ, იაქტიუროთ, თქვენ ხელში აიღოთ თქვენი ცხოვრება და ამ ადამიანისადმი, ნახეთ, მასტი დაჯდა ორივე. კი, ჩანს თქვენს ცხოვრებაში უახლოეს მომავალში იქნება ეს სიტუაცია, რომ ერთად იქნებით, ისევე შეხვდებით, სამყაროს უნდა ასე, მაგრამ დიდად ეს ადამიანი თავის შეხედულებებს არ შეცვლის, თავის სტერეოტიპებს, ანუ ესე მყარად არის ამ თავის მორალში, ჩაბეტონებული რო იტყვიან, ჩაჩარჩოებული, ხო და იმით გამოსვლა იმის იქით არ უნდათ. ეხლა თქვენ რა ვიცი, გინდათ ეს ტვირთი, ანუ იზიდოთ, აქ ბევრი რამე შეიძლება ვთქვა და მოვიაზრო. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამიტომ ტრანსფორმაცია გარდაუვალი, ანუ იქნება ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაცია რა არის? ანუ როცა რაღაცას უშვებ შენი ცხოვრებიდან და მოდის ახალი, ან რაღაც სიტუაცია, ხო, რომელიც სტაგნაცია იყო და არ იძვროდა, გშორდებათ და თქვენი ძალისხმევის შედეგად, მოქმედების შედეგად უკვე ჩნდება სხვა სიტუაცია, უფრო უკეთესი, მაგრამ ეს მაინც სამუშაო და მაინც ტვირთია, გარკვეულწილად. მაინც თქვენ თავზეა ეს ყველაფერი, თქვენ ზურგზეა, ასე ვთქვათ, მოკიდებული. აი ესეთი ენერგიები, ესეთი სიტუაციებია, დანარჩენი, რა ვიცი, პრინციპში დადებითია, ეს უბრალოდ ანალიზია, მთლიანობის, ანუ იმ სიტუაციების, რაშიც ყველას და კოლექტიური ინფორმაცია მოდის სამყაროდან ყველა მხრიდან და ამიტომ რეზონირდება ყველაზე. აი ესეთი ამბები მოკლედ იყო დღეს.